მართლმადიდებელი ეკლესია 20 იანვარს წმინდა იოანე ნათლისმცემლის კრებასა და მისი წმინდა ნაწილების ანტიოქიიდან კონსტანტინოპოლში გადასვენებას აღნიშნავს. მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს ჩვეულება, რომ საუფლო და საღვთისმშობლო დღესასწაულების მომდევნო დღეს მოიხსენიონ ის წმინდანები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებენ ისტორიის ამ უწმინდეს და უმნიშვნელოვანეს მომენტებში. აღნიშნული ტრადიციის მიხედვით ნათლისღების შემდგომ დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემელს მოიხსენიებენ. მას შემდეგ, რაც წმინდანის მოწაფეებმა მისი წმინდა ნაწილები სებასტიაში დამარხეს, წმინდა ლუკა მახარებელი ამ ადგილის მოსალოცად მივიდა. უკან დაბრუნების დროს მან ნათლისმცემლის მარჯვენა ხელი საკუთარ სახლში, ანტიოქიაში წააბრძანა. სიწმინდემ ანტიოქიაში მრავალი სასწაული მოახდინა. წლების შემდეგ ღვთისმოსავმა იმპერატორმა კონსტანტინე მე-7-მ და რომან მე-2-მ, როდესაც გაიგეს უამრავი სასწაულის შესახებ, რასაც წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი აღასრულებდა, დიაკონ იობს დაავალეს წმინდა ნაწილი ანტიოქიიდან კონსტანტინოპოლში გადაებრძანებინათ. შემდგომში ეს სიწმინდე ათონის მთაზე გადააბრძანეს. ამჟამად ის დიონისიოსის მონასტერში ინახება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარისის ილია მეურის ლოცვა კურთხევით საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მცირე პარაკლისი 10 კვირის განმავლობაში ჩატარდება. საღვთო ლიტურგია დღეს არქიმანდრიტმა ილიამ ნასიძე აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სასულიერო პირმა საზოგადოებას ახალი ინიციატივა გააცნო. მისი განმარტებით, რამდენიმე კვირის განმავლობაში პარაკლისის შემდეგ ფილოსოფიისა და თეოლოგიის დოქტორი პროფესორი ედი შერჭელიძე საჯარო ლექციებს ჩაატარებს. ალბათ ყველა ადამიანი ესე ფიქრობს, რომ ღმერთის გარეშე ცხოვრება შეუძლებელი არის და საოცარი არის ედი შერის ქადაგებები, რომელიც მიმართული იქნება არა მარტო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აი აქ დაესწრებიან ალექციებს, არამედ ჩვენ მოვიწვიეთ ადამიანები, რომლებიც ამას გადაიღებენ და ეს დაფიქსირდება სიტეზე, რომელიც შეუძლიათ ნახოს ბევრმა ადამიანმა. პირველი შეხვედრის სალექციო თემა იყო ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. აღნიშნულ საკითხზე პროფესორმა ედი შერჭელიძემ ისაუბრა. როგორც ცნობილია, მკვლევარი მომდევნო შეხვედრებზე მართლმადიდებელი ეკლესიის სამოციქულო დაფუძნებულობის მეცნიერულ მტკიცებულებებზე, მადლსა და ცხონებაზე, განკაცებამდე კაცობრიობის მდგომარეობაზე, მაცხოვრის ყოვლადბრწყინვალე აღდგომასა და სხვა საინტერესო საკითხებზე იმსჯელებს. პარაკლისი და ლექციები საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ყოველ პარასკევს 3 საათზე დაიწყება. უმნიშვნელოვანეს საეკლესიო თემატიკაზე ჩემი მიერ წაკითხული იქნება მას შემდეგ, რაც აღესრულება პარაკლისი აწყურის ღვთისმშობლის ხატისა, წაკითხული იქნება შესაბამისი ლექციები, შემდგომ იქნება კითხვა-პასუხი დაინტერესებულ პირთაგან, ხოლო თვით ეს ციკლი ლექციებისა პირველ ეტაპზე მაინც დაკავშირებული იქნება ქართლის გაქრისტიანებასთან, იმ ყველაზე უფრო ადრეულ და უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან, რაც მე-4 საუკუნიდან კი არ იღებს დასაბამს, არამედ დასაბამს იღებს უეჭველად და აბსოლუტურად წყაროწოდნეობითად პირველივე საუკუნიდან. ევროპული ფესტივალების ასოციაცია EFFE Label 2017-2018 პროგრამისთვის განაცხადების მიღებას აცხადებს. პროექტის დეტალები მედიის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გააცნეს. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, EFFE Label ფესტივალებისთვის ხარისხის განსაზღვრელი ნიშანია, რომელიც მათ ევროპის მასშტაბით საერთაშორისო აღიარებას სთავაზობს. ორგანიზატორთა განმარტებით განცხადების შეტანა 2017 წლის 17 თებერვლამდე მოხდება. ექსპერტები მიღებულ პროგრამებს 3 ძირითადი კრიტერიუმით: მხატვრული ვალდებულება და ინოვაციური მიდგომები, ჩართულობა ადგილობრივ ორგანიზაციებში და ევროპული და გლობალური ხედვის მიხედვით შეაფასებენ. ხარისხის განსაზღვრელი ნიშანის გარდა წარმატებულ ფესტივალებს საერთაშორისო ჟიური სპეციალურ ჯილდოსაც გადასცემს. ადგილობრივ ფესტივალებს საშუალება ეძლევათ საკუთარი სახელი გაიტანონ უფრო ფართედ ევროპის მასშტაბით საკუთარი ფესტივალების პრომოცია მოახდინონ ევროპის მასშტაბით, შეიძინონ ახალი პარტნიორები, მიიღონ სხვადასხვა
სასწავლო თუ წამახალისებელ პროგრამებში მონაწილეობა და ამის შესახებ დღეს თავად ჩვენი სტუმრები მოუყვებიან ფესტივალების ორგანიზატორებს საქართველოში. პროგრამა საშუალებას აძლევს საქართველოს ფესტივალებს მონაწილეობა მიიღოს აღიარებისა და დაჯილდოების პროგრამაში. ანუ პირველი გახლავთ ლეიბლის მინიჭება და მეორე გახლავთ 10 საუკეთესო ფესტივალის დაჯილდოვება, რომელიც 4 მაისს გაიმართება ფრანკფურტში. შერჩევა ხდება განაცხადების საფუძველზე, ფესტივალებმა უნდა ონლაინ შეავსონ განაცხადები, რომელსაც შემდგომ აფასებს საერთაშორისო ჟიური დაახლოებით 19 ადამიანის შემადგენლობით.